იმავე დღის საღამოშამს, შვიდეულის პირველ დღეს, როდესაც იუდებელთა შიშის გამო დაკეტილი იყო კარი, სადაც მოწაფეები იყვნენ, მივიდა იესო და დადგა შუაში და უთხრა მათ: შვიდობა თქვენდა. ეს რომ თქვა უჩვენა ხელებიცა და ფერდიც. მოწაფეებმა გაიხარეს უფლის ხილვით. კვლავ უთხრა მათ იესომ: შვიდობა თქვენდა. როგორც მე მომავლინა მამამ, მეც მიგავლენთ თქვენ. ეს რომ თქვა, შეუბერა და უთხრა: მიიღეთ სულიწმინდა. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ. ვისაც დაუკავებთ, დაეკავებათ. თომა, 1-12 თაგანი ტყუპისცალად წოდებული, არ იყო მათთან, როცა იესო მივიდა. უთხრეს მას სხვა მოწაფეებმა: ჩვენ ვიღილეთ უბალი. მაგრამ მან უთხრა: თუ მის ხელებზე ნალურსმევს არ ვნახავ და ნალურსმევში საკუთარ თითს არ ჩავყოფ და მის ფერდში საკუთარ ხელს არ ვიწამებ. რვა დღის შემდეგ მისი მოწაფეები კვლავ შინ იყვნენ და თომაც მათთან იყო. შევიდა იესო კარჩაკეტილში, დადგა შუაში და თქვა: შვიდობა თქვენდა. შემდეგ უთხრა თომას: მოიტა აქ შენი თითი და ნახე ჩემი ხელები. მოიტა შენი ხელი და ჩადე ჩემს ფერდში. ურწმუნო კი ნუ იქნებ, მორწმუნე იყავ. მიუგო თომამ და უთხრა მას: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. უთხრა მას იესომ: შენ მირწმუნე იმიტომ, რომ მიხილე. ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ უნახი ვარ და სწამთ. მოწაფეების წინაშე ბევრი სხვა ნიშანიც მოიმოქმედა იესომ, რაც ამ წიგნში არ დაწერილა. ეს კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღვთისა და რათა მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით.